ერთმა დააგლოცოთ, გაიხარეთ, დიდი სიყვარული გლოცავთ ყველას. Გავადარ სახარებაში უფალი ამბობს, მოვედით ჩემ და ყოველდღე მარშვალნი და ტვირთ მძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ. მართლაც ამ ეგზისტენციალურ უბსკრულში მიწიერი ცხოვრების ამ მძიმე საოცარი ცხოვრების ასე ვთქვათ ტერიტორიაზე მოსაბჭოთა სივრცის სადაც ვართ მართლაც ძალიან მძიმე და მარშვალნი და ტვირთ მძიმენი ვართ არავინ არ არის აქ დალქინებული ამიტომ ყველა ადამიანს თავისი ტანჯვის ტერიტორია აქვს როგორც იტყვი ყველას თავისი გარეგანი და შინაგანი ტანჯვის ტერიტორია აქვს ყველას თავისი მარშვალობა და ტვირთ მძიმე აქვს ტვირთ სიმძიმე აქვს როგორც გარეშე ცხოვრებაში ასევე შინაგან ცხოვრებაში ამიტომ ბოროტება რომელიც ტრიალებს და ბოროტება რომელიც თითქოს მოკლე ინტერვალზე იმარჯვებს ეს არის ის სიცარიელე რომელიც წარმოიქმნა ჩვენი ცოდვების გამო სადაც უნდა ყოფილიყო სინათლე იქ წვდიადით გამეფდა სადაც ბოროტებაა და სიცარიელე და ვაკუუმი წარმოიჩვა იქ ერთდროს სინათლე იყო და სინათლე უნდა იყოს წესი და იქნება კიდევაც მაგრამ ქრისტიანი იმის ქრისტიანია რომ მას სიბრძნე გამოაქვს ამ ბრძოლებისაგან რომელსაც ჩვენ ხილული თუ ხილავის სახით განვიცდით ინდივიდუალურ განზომილებაში გლობალურ განზომილებაში პირად ცხოვრებაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხილულ გამოცდილებაში უხილავ გამოცდილებაში გარეშე გამოცდილებაში ინტერიორულ გამოცდილებაში და ექსტერიორულ გამოცდილებაში როდესაც ადამიანი განიცდის ყოველივე ამას მან სიბრძნე უნდა გამოიყვანოს და დისცილიროს ამ ყოვლისაგან ის ნეგატივი რომელიც ჩვენს გარშემო არის პოზიტივად უნდა იქცეს ის ნეგატივი რომელსაც ჩვენ კი არ უნდა დავემალოთ და როგორც ასე ვთქვათ კუკუდამალობია და ის კი არ უნდა ვეთამაშოთ ამ ნეგატივს და უარყოფის და პრობლემებს რაც წარმოიშვება არამედ პირიქით მისი ინტეგრირება უნდა გავაკეთოთ ჩვენ შინაგან გამოცდილებაში სიცოცხლე ცხოვრებისეულ შინაგან გამოცდილების ინტეგრირება სინთეზი უნდა გავაკეთოთ და გარდავქმნათ იგი რაც ზრდის მიზეზად იხარობდეთ წინააღმდეგოების გამო თქვენ იზრდებით გიხარობდეთ რომ სათბურში არ ახართ ბრძოლების გამო თქვენ იწვრთნებით და მწვრთნელი სულები რომლებსაც ჩვენ დაშვებით ვაწყდებით ხოლმე ისინი მიუხედავად იმისა რომ მათ ყოველთვის ბოროტება უნდა ჩაიდინონ მაინც სიკეთე გამოდით იმ ძალის ნაწილნი არიან რომელიც ყოველთვის ბოროტება უნდა მაგრამ გამოდის სიკეთეს დიდი თემა ამიტომ ზრდა პრობლემებზე დაყრდნობით ეს დიდი სიბრძნეა ზრდა შეცდომებზე და მათი მიღებით შეცდომების მიღებით ტვირთ სიმძიმისა და მაშვრალობის მიღებით რაც არის მიიღე შეისისხორცე განიცადე ეს არის ერთადერთი გზა იმისაც რომ ადამიანმა სულიერი სიმწიფე მიიღოს და ჭეშმარიტი ეგზისტენციალური ჩამოყალიბება მიიღოს წინააღმდეგ შემთხვევაში ერთგანზომილებიან რაღაც ერთუჯრედიანი არსებას მიემსგავსება რაც ადამიანი არ არის ადამიანის ბუნებაში ეს არ არის ადამიანი ეს ხვედრი არ არის ის არსება არ არის ადამიანი რომელიც განზომილება იყოს ერთგანზომილებიანი ერთუჯრედიანი და ვთქვათ პრიმიტიული რაღაცა ესე ვთქვათ მცენარეული მხოლოდ ცხოვრება გაატაროს ან ცხოველი თუნდაც მცენარე ცხოველი ადამიანი ხომ ესე რომ წარმოიდგინო კიდევ მერე უფრო მაღალი დონეები მოდის მაგრამ ჩვენ იმ დონეებს სანამ მივახცევთ და განაბრთობილი ადამიანის ქრისტესადმი მიმსგავსებულ ბუნებით მიმსგავსებულ კი არა მადლით მიმსგავსებულ ადამიანის მდგომარეობას მივახცევთ მანამდე ძალიან ბევრი შრომა მუშაობა წვალება ტანჯვა გამწმენდელი ტკივილები და ნერვიულობა მოგვიწევს მაგრამ რას იზამ ვარდივებლად ის მოუგრებეო ხელა ხშირად შეიძლება ვთქვათ ესა ყველა ადამიანს თავისი როგორც აღნიშნავ შინაგანი ტანჯვა აქვს შინაგანი ტერიტორია აქვს ბრძოლისა კარგია მადლობდეთ ღმერთს ამისთვისაც ეს სხვათა შორის მორალურ კომპასს არ მოგიდუნებთ ის მორალური კომპასი რომელიც ჩვენთვის არის მორალური კომპასი ის ყოველთვის იმ მიმართულებით არის რომელიც ის მიმართულებას ქრისტესადმი გზას ემთხვევა და რაც მეტია შეცდომები მით მეტი არის
გამოცდილება, რაც მეტია გამოცდილება, მით მეტი არის სიბრძნე, რაც მეტია სიბრძნე, ადამიანი მით უფრო წარემატება თავისუფლებასა და შემეცნებაში. თუ არ შეიმეცნებ თავისუფლებას და ჭეშმარიტებას არ შეიმეცნებ, თავისუფლებას ვერ მიიღებ. რაც მეტია შემდეგ თავისუფლება, მით მეტი იქნება რა? პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ თავისუფლება, ასე ვთქვათ, ადვილი თავისუფლება და საბოლოო თავისუფლება, რომელიც უნდა საბოლოო დამთავრებული თავისუფლება, მის შემდეგაც არაფერი აღარ მოდის. ეს არ არის ღვთაებრივი თავისუფლება. თავისუფლება ეს არის პასუხისმგებლობიდან გამოსული დისცილადი, რომელიც საშიში მაშინ არ არის, როცა იგი გაცნობიერებულია. მაშინ არ არის საშიში, როცა იგი ღვთისმცნებებისა და რჯულის სივრცეში არის. ამიტომ რაც მეტია თავისუფლება, მით მეტია პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა კი მოდის საიდან? იქიდან, რომ ადამიანი არჩევს მარჯვენასა და მარცხენას, არჩევს ბოროტებასა და სიკეთეს, არჩევს სიცოცხლისა და სიკვდილის გზას, როგორც დიდაქაში წერია. ორი გზა არის, სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა. და თუ წაიგითხავ დიდაქეს, ალბათ წაიგითხული გახდეს. იქ ყველა პარამეტრი დეტალურად ჩამოთვლილია, რა მახასიათებლები აქვს სიცოცხლის გზას და რა მახასიათებლები აქვს სიკვდილის გზას. მარჯვენა გზას და მარცხენა გზას. ვა იმას, ვინც სიკვდილის გზაზე დადის, იმიტომ რომ იქ ისეთი მახასიათებლები და პარამეტრებია დიდაქეში წერია ეს. რომ არავის არ უსურვებ იმ გზით იაროს. ის მოკლე ინტერვალზე თავდება ადამიანის განადგურებით და დაშლით ან თვით განადგურებით. რაც უფრო მაღალია ცათამბჯენი, მით უფრო დიდი უნდა ფუნდამენტი. რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი, მით უფრო უნდა დამდაბდეს იგი. რაც უფრო მეტად დამდაბდება, მით უფრო ამაღლდება იგი და ამიტომ მინდა ეს გისურვოთ. როგორც არის დღევანდელ სახარებაში, ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდი ვარ და მდაბალგული და ზუსტად ეს ზრდა სიმდაბლიდან სიმაღლისაკენ. ხომ მახსოვს წმინდა ნიკოლოზის ტროპარი გაიხსენეთ. რომ მოიგე სიმდაბლით და სიმაღლე, სიგლახაკი და სიმდიდრე. იმიტომ რომ ის სიგლახაკე ნამდვილი სიმდიდრეა, რაც ფიზიკური სიმდიდრე მასთან აჩრდილი და არაფერი არის, მოჩვენება არაფერი. ის სულიერი სიმდიდრეა, ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელთანაც ვერანაირი ხილული სიმდიდრე, მატერიალური სიმდიდრე ვერ მივა. ის სიმაღლე სულიერი, ზუსტად იმ თანმიმდევრობაში, რომელსაც ვერანაირი ამპარტავნება, ვერანაირი ამბიციები და ბონუსები ვერ გადაწყვეტს და ვერ დააბალანსირებს. ვინც თავის სულს ვერაფრით ვერ გაყიდის, სულს და ვერაფერში ვერ გასვლის, მაგრამ ვინც ცდილობს, რომ რაღაც ჭინჭებში, სიზმრპიპილოებში, ბიჟუტერიაში, რაღაცებში გაცვალოს დღევანდელ აგერ აქვე რაღაცა ბონუსებში გაცვალოს თავის სული, ის ხოლმე ნაჭუჭებსა და ქერცლს მიიღებს, რომელსაც ვერაფერში ვეღარ გამოიყენებს. იმ ნაჭუჭებს და იმ ფხვნილს, იმ გაფრთხნილს, რომელიც მისთვის ხოლმე ილუზიური დროებითი წარმავალი, ესე ვთქვათ, ფასეულობების სახით შერჩება ხელში და ქარი იმასაც გაუფანდავს. ამიტომ მარადი უძე უნდა ვიფიქროთ და ვევედროთ უფალს, რომ ვისწავლოთ, ვიცხოვროთ, ვუერთგულოთ ქრისტეს და ვადიდოთ უფალი, მამაძე და სულიწმინდა, რაც ვიდეს ძალასა და სულიერ პოტენციალს მოგწონს, რასაც ყველას გისურვებთ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.